გამარჯობა მეგობრებო, ცოტა სხვანაირ ადგილას ვარ, არ ვარ, სადაც შეჩვეულები ხართ რომ ვარ ხოლმე, იმიტომ რომ განსხვავებული ვიდეო იქნება. დღეს ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ აქვს 160 IQ და მე ვამტკიცებ, რომ მართლა აქვს თქო 160 IQ, მას დაუპირისპირდები GeoGuessr-ში. ანუ GeoGuessr არის ესეთი თამაში, სადაც ამოვარდება რაღაცა ლოკაცია და შენ რუკაზნობა დასვა და შენი აზრით სად არის, ვინც უფრო ახლოს იქნება, იმას უფრო მეტი ქულა ეწელება. 3 რაუნდს ვითამაშოთ, პირველ რაუნდი იქნება მსოფლიო, მეორე რაუნდს აირჩევს წაგებული და მესამე რაუნდი საირჩევს მეორე რაუნდში წაგებული. ამათ მივხვდით ვინ არის ჩემი სტუმარი, მიესალმეთ სათვალიანი, ქუთაისელი, ულაშებიანი, მაღალი, გამარჯობა ვახტო, მადლობა რომ მომიწვიე. ალეწავს ხალხს დავით ალავიძე იგივე ჰიტა. ჰიტა გამარჯობა. მადლობა რომ მომიწვიე ვიდეოში და იმედია მე უფრო ახლოს დავსვამ სოფლიო რუკაზე იმ წერტილს, რომელიც იქნება დასასმები. არ ვიცი, ძმაო, შენ ძმობას მიცემ, წარმოდგენა არ მაქვს. სხვათა შორის ისე რომ იცოდეთ, ჩვენ ეს თამაში ცოტა ხნის წინ ვითამაშეთ, მაგრამ რაღაცა წაშლების პერიოდია, იმიტომ რომ იქ მაძიებელი წაიშალა ფინალი ჰიტა versus ისტორიის მასწავლებელიც გადაღებული გვაქვს, ამოვანათებთ რომ დაიჯეროთ რომ მართლა გადაღებული გვაქვს, მაგრამ რატომღაც შუა კამერა დაფორმატდა და წაიშალა და ეს ვიდეო ცოტა ხნის წინ გადავიღე, მოუგე ვარტყმევინე თავისივე კლავიატურაზე თავი ამ შესანიშნავ ადამიანს, მაგრამ ეგეც წაიშალა სამწუხაროდ და თავიდან უღრმეს მადლობა ჩათვალე ჰიტა ორჯერ მოვიდა უკვე ჩემთან სტუმრად. დავიწყოთ მალევე და ჩემ გამომწერებს ხო არ გინდა რამე რო უთხრა. შენს გამომწერებს ვეტყვი რომ გაიხარე, გაგიმარჯოს. წავიდა. კაი, ესე იგი, ჩვენ ვართ ეს ძალიან გავს აზია არის, მაიცა? არ არის აზია. კომპასვალე როუდი. კომპასვალე ვოკ, კომპასვალე როუდი. იუნგინეს მოდი ეს. იმიტომ რომ ერთ-ერთი საუკეთესო რომ უბრალოდ აღქმით ინტელექტი მაქვს საოცარი მეგობრებო რა. ეხლა მე სიტუაცია ხო აღვიქვი, ეს ხო მივხვდი რომ კონგ პენგ პონგ რომ იქნებოდა სამხრეთ კორეა. GG. რა ვიფლექსავე რომ იცოდე მეთქი ზუსტად მეთქი სადაც არის თქო და სინგაპური. მე ძალიან ახლოს ვიყავი ისე რაც ჩამოთვალე. სულ ირგვლივ ჩამოთვალე ყველაფერი. კაი რა, ეხა კაროჩი, კაი, შემდეგი. ესე იგი, Cheliad Primary School. Every learner is archiver. Paint work done by აფრიკა. წყალი არ აქვს. ამბე სამხრეთ აფრიკაა, კაროჩი. გიდია რა. ეს იქნება სამხრეთ აფრიკა, იმიტომ რომ სამხრეთ აფრიკა არის აფრიკული კეიპტაუნი იქნება ვითომ. თუ აი ეს იოჰანესბურგი. აი სამხრეთ აფრიკა. აი ეს ადგილი. ცოტა აქეთ. ტანზანია, ბოტსვანა. აფრიკა გამოვიცანე. კენია იყო, ლევან კენია. დასტომაც გამოვიცანე სამხრეთ აფრიკა და ცოტა ახლოს დასვა. რა, იქ სასიქულა, რატო არის? ორი ქვეყნით ავწდი. მაგრამ აფრიკა დიდია, 2945 კილომეტრით ავწდი თუ. ველოსიპედი. კაი, ეს არის ოპელი. ოპელზე აწერია ირაგოს ედელემი. რას გულისხმობს ირაგოს ედელემი? ნაიაგეგეს აწერია ყველგან, რა ვიცი ნაიაგეგესი სად არის, რავი, აჰა. მოდი ავირჩიოთ თურქეთი. აუ, ბაზარი არ არის უნგრეთი ყოფილა. კვერცხის სახელები რა. რა სიქულით გამასწრო. კამბექს როგორი სუნი აქ იცი? ზანაცთი, შენს ბევრით აცდი. არა, კამბექს აქ Starbucks-ის სამაგი ესპრესოს სუნი, ხა. ცემს და მაგიტო. 200 სიქულით ვაგებ, მეტით არა. კი, ხო და ეხა აქ არის გადამწყვეტი. კაი, აბა. კაი, მოტოციკლეტიანი ადამიანები. ეს რა არის? აი კამბოჯა აწერია ამას. ვერ ხდები. აი აქ. ვითომ თუ ზემოთ პირიქით. ბიჭო ხო შეიძლებოდა ზემოთ დამესვა. ზემოთ პროსტა რო ავატრიალე მაუსი კამბოჯა ეწერა, ხო? და ვფიქრობდი რომ საერთოდ და პირდაპირ წაწეაზე დაგისვამს. ანუ მე კამბოჯა წავიკითხე, კამბოჯას ვეძებდი და
ბოლოს აფრიკაში დატოდავს. დედაჩემს და იაისთვის დამისვამს ძალიან ბევრი შეკითხვა და არასდროს ერთნაირი პასუხი არ აქვს, მხოლოდ ერთადერთ რამეზე თანხმდებიან დედაჩემიც და იაიც. ვკითხე ორივეს, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის განვითარებისთვის და ისტორიაში ერთადერთხელ გროკმაც და დედაჩემაც ერთ და იგივე პასუხი გამცა და მითხრა განათლება. სწორედ ამიტომ ჩემი გენსპო საქმე ამ ყველაფერს კარგად იაზრებს და როგორც ჩემი ასევე განათლების თავარი მხარდამჭერია. შეგიძლიათ შეხვიდეთ განათლება წერტილი BOG.G-ზე და არ აქვს მნიშვნელობა შენ ხარ პროფესიონალი დამწყები სტუდენტი თუ სკოლის მოსწავლე, იქ აუცილებლად დაგხვდება შენზე მორგებული პროგრამა. მადლობა საქართველოს ბანკს, რომ ამ ორ უდიდეს და უმნიშვნელოვანეს იდეას უჭერს მხარს, როგორიც არის ბასტო ფანტასტო და განათლება. პირველივე წერია SSSR. ოღონდ SSSR-ი არ წერია ოფიციალურად წერია ვიღაცა როჟამ, აი ამ მანქანის პატრონმა ადგა და ეს SSSR-ი ამოტვიფრა, ამოაგრაფიტა იქ. ეს აუცილებლად რუსულად რო დაელაპარაკები ამ ადამიანს აუცილებლად გიპასუხებს. შეიძლება პოლონეთიც იყოს, მაგრამ პოლონეთზე რატო ეწერებოდა SSSR-ი არ ვიცი. მოდი მონუმენტს დავაკვირდეთ. მონუმენტიც SSSR-ული არის. შეიძლება აი მოდი ბელარუსის და რუსეთის საზღვარზე დავსვავ. ბელარუსი ავირჩიოთ. ყაზახეთი. ბიჭო არა, შენც ბელარუსი დაწერე, ხო? აი სადაც შენ დავსვი, მან ვსვამდი ზუსტად ბელარუსის და მოსკოვის საზღვარზე. ხო, ზუსტად ეგრე დავსვი მეც, მაგრამ ბიჭო ყაზახეთს არ გავ თან ნახე რა რომელი ყაზახეთი. თან რა შორს არის? ყაზახეთის უკაცრიელი ხარია. კაი, finish game, Delightful Ocean-მა პირველი რაუნდი რა თქმა უნდა გაიმარჯვა მეგობრებო, ვისაც გაგიკვირდათ, ეგ მიკვირს, რანაირად გაგიკვირდათ. კამბოჯამ წამაგებინა. კაი, შემდეგს ირჩევ შენ შეგიძლია აირჩიო ცნობილი ადგილები, შეგიძლია აირჩიო ამერიკა, აზია, საქართველოს თამაშობთ. ეს იმენა საქართველო. უცებ მეთქი საქართველოა, თქო და მე გამახსენდა რომ საქართველო გვაქვს ჩართული. კაი, ეხლა ეს უნდა დავსვა ზუსტად, იმიტომ რომ ვიცი ეს რაც არის. თან ვერსად ვერ მივდივარ, ეგაა ცუდი. მაგრამ ეს ბომბორას პარკია? გაჩერდი ერთი წუთი. უეჭველი, ხო? ბომბორას პარკი არ არის. აი მე არ ვიცი მაშინ და შეიძლება ძალიან შეურცხო ეხა. თბილისი არ იყოს რა. ხად არასწორია ძმაო. ქუთაისიაო. ბესიკ გაბაშვილის ბაღიო. დარწმუნებული ვიყავი რომ ბათუმი იყო, იცი? ეს რომელი წლის ფოტო იყო? ძალიან ძველი ფოტო იყო, ანუ 15 წლის წინანდელი ფოტოა ალბათ, არ ვიცი. აი ეს ადგილი ეხა. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ადგილი, მაგრამ რა ხა პალმებია? პალმები რო არის ზღვასთან, აი აქ მოდი სადღაც აქ დავსვა ვიქნებ სწორად. ახლოს მაინც კობულეთი იყო. კობულეთი ყოფილა. შენ უფრო ახლოს ხარ ხო ეხა? აი ეს მარტვილია. ვახ შენი. არ არის მარტვილი. თუ მარტვილი არის. შეიძლება რაჭა იყოს. მაგრამ სამეგრელო მგონია კაროჩე რა. იმედია დავში ახლოს. ესე იყოს. აი ეს. რა მარტვილი ვიჯო? ვან რა ვიცი შეჩემა W GeoGuessr-ს გავუსპამოთ საქართველოს გვაქვს არჩეული და აგერ აფხაზეთის ბოლო წერტილიდან ამოგვიგდო ფოტო. არ ვიცი. მაპატიე, ჰიტა. მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს ეს სად არის. სათხილამურო კურორტი საქართველოში გვაქვს 4. ბაკურიანი, გულდაური, მესტია და გოდერძი. სათხილამურებიანი ხალხი არ ჩანს დიდად, მაგრამ მგონია რომ ბაკურიანია ეს. ვიპოვოთ ბაკურიანი. წესით უნდა იყოს ბაკურიანი და არა გუდაური. წესით, იმიტომ რომ აი ეს გზაც ბაკურიანს გავს. ხო და თლაშუა ბაკურიანში დავსვავ, აი აგერ დავსვავ მე გეს. ოპა. უფრო ახლოს დავსვა, ბიჭო. ბასტომად გამოიცნო. მეთქი მოვიგეთქო, ზუსტად დავსვითქო და უფრო ახლოს დავსვათით. რამდენი ქულა მოგცა? 4923. მე 4907. 100 ქულით მასწრებ. ან ფოტოს გადაღებიდან 900 მეტრში დავსვი. მე 1.1 კილომეტრში. აუ, ეხა გადამწყვეტია. მეგობრებო, მობილიზდით. ვახ. როდინდელი ფოტოა შეხედე შეჭი. ციფრული ანუ არ იყო ახალი პეპსის ლოგო. ახი დანიშაულმა წერია. და ეს ქუჩა ზუსტად ვიცი. დარწმუნებული ხარ ეს გდანია?
ზუსტად ვიცი ეს ქუჩა. ეს არის ქუთაისში აღმაშენებლის გამზირი. დავსვი, ზუსტად. ზუსტად? იმენ ამ ქუჩაზე ნამყოფი ვარ ბევრჯერ. ქუთაისია? დაგისპოილერო გინდა? ვიდი. კი, ქუთაისია, მაგრამ მაინც მოგიგებ, იმიტომ რომ მე იმენა ზუსტად ქუჩა გამოვიცან. შენი კინახა. ქვემოთ რო დამესვა, ნახე რა ახლოს დავსვი, ბიჭო. ხადაო, ბიჭო. ერთი. ორი ქუთაისი მოვიდა, შეჩემა. ორი ქუთაისი ის პირველი ისეთი სურათი იყო, ჯობდა არ მოსულიყო. კაი, მესამეს ვირჩევ მე და მესამეს ვირჩევ ცნობილ ადგილებს. წინაზე რო ვითამაშეთ, რომელიც წაიშალა ცნობილ ადგილებში, ძალიან ძლიერი აღმოჩნდი და მინდა რომ გავიმარჯვო. რამდენად ცნობილი ადგილია ეს ადგილი არის? მაიცა? იტალია. ეს ზუსტად ვიცი, არის ხორვატია, მეგობრებო. ოღონდ ხორვატიაში ეს ადგილი სად არის, არ ვიცი. საქართველოს მერე, ჩემი საყვარელი ქვეყანა, სადაც ვიცხოვრებ, არის ხორვატია რა. ეს არის ზღვისპირა. მოდი აქ დავსვამ, მაგრამ იქით რო იყოს. შენი დედავატირე. აუ, კაი. 900 კილომეტრში დავსვი მე. ბიჭო, ზუსტად ვიცოდი რომ ხორვატია იყო და ყველაზე შორს დავსვი, მაგაი ნებისმიერ სხვა ხორვატიაში რო დამესვა. ხორვატია იცოდი, მე მეგონა იტალია. დროშა დაინახე? დროშამდე ვიცოდი რომ ხორვატია იყო, მაგრამ დროშაზე იმენა წელში გავსწორდი და მეთქი მოგვიგე და მაგრამ ეს რა მოგებაა 4000 კულა, ეს. აუ, ეს რა, ეს სადა? ეს არის ბაობაბები. ბაობაბები ვიცი, მაგრამ ბაობაბები სად მოდის? ბიჭო, წესით და რიგით ორი ვარიანტი მაქვს რა. ან არის ერთი ადგილი, ან არის მეორე ადგილი. აი, ჩვენთვის შევალოს. გეხვეწები რა, ის არ იყოს რა. ოპა, სწორი ვიყავი ხოლმე? უფ. აბა რა, ბიჭო. აბა რა. მადაგასკარი ყოფილა. ძალიან შორსაც არ დავსვი, მაგრამ მაინც შორია. გონი დაკაჩვის შანსი გააქვთ, თომ 3000-ით გისწრებ. ცნობილ ადგილებში ძალიან დიდი ვარ. ეს რა ადგილია? დავპატარავდი უცებ. შეხედეთ მეგობრებო. ეხა წერია რომ бенზინის ფასი არის 5 და 0.9. ეს ხო ეხა ევრო არ იქნება. შეუძლებელია ევრო იყოს. გირვანქა სტერლინგი ხო საერთოდ. 5 და 0.9 სად შეიძლება ღირდეს რა? ავაგი ეს რაუნდი. დავლეწე რაღაცა. საჯანდავაში დასვი. აუ რავი, შეჩემა United Kingdom-ში 7-Eleven-ის პონჩიკი მეგონა რომ ამერიკა იქნებოდა, მაგრამ 5 და 0.9 დოლარი სადღიც бенზინი თო. აუ მე ძალიან შორს დავსვი, თორე ხო, ახლოს რომ დაგესვა დამეწეოდი უფრო. ანუ მე კადილაკზე გამოვიცანი, კადილაკები არ არის სხვა კონტინენტზე. კადილაკსა დავკვირვებულა, ეს რა არის, სად ვარ ეხა მიდი და გაიგე რა. ფუფ. ამდენი კამერებია. ამდენი კამერები სად არის? თანაზიელი ხალხია. ჩინეთი ხო არა? ეხაც თუ კონტინენტით თუ ავსდი, გამოვშტერდები. აქ რაღაცა ზღვაში, აი ეს ხო არ არის, მაგრამ აი აქ უნდა იყოს მგონი როდოსის კოლოსი. როდოსის კოლოსი თუ პოირა, აი ამაკ ვთებ. წავაგეთ. აჰა. ეს რა? ეგვიპტე იყო? ხო. მე ძალიან ახლოს დავსვე. შენ სად დასვე? ჩინეთში დასვი. ჩინეთში დასვე. ჩინელი ტიპი გეკონა ის აი ფოტოს რო იღებდა. ანუ სუაზიელები იყო. კაი, ბოლო რაუნდი. დიდი ალბათობით ზუსტად თუ არ დასვი ჰიტა და მე თუ ძალიან არავაცილე და კამბექის შანსი არ გაქვს, მაგრამ ზოგადად შანსი ყოველთვის არსებობს. აჰა. ეს რა ადგილია ჩაატა? ვერ მოწავთ. ლონდონია ვითომ? ხალხი რა თქმა უნდა ევროპელია, ეს ფოფში გერმანელია ეს კალი, გერმანულად რო დაელაპარაკო უეჭველი პასუხს გაგცემს, ფიატი მოძრაობს. იქით არის Mercedes-ი, Opel-ი, გერმანიას გავს, ბიომარკეტიც გერმანული ამბავია, რაც ბიომარკეტია. აი, აქ უკვე ხედავ დროშას, რომელიც ავსტრიის დროშას გავს, მაგრამ შუაში რაღაცა შავები აქვს. უნდა გავრისკოთ. სად არის? ჰოლანდია იყო. წავაგეთ. ამსტერდამი იყო. მეგობრებო, ამსტერდამში როგორც ხდებოდა, როგორც ხედავთ, სამყოფი არ ვარ, იმიტომ რომ ძალიან ისეთი
ადამიანი ვარ, არ მიყვარს. ამსტერდამი ყოფილა და ლონდონი მეგონა. მე ავსტრია მეგონა, რატომღაც. ბიჭო, აი ჰიტა ეხა რა გავარკვია, იცი რომ სამოგზაუროდ უნდა დავიწყოთ სიარული ჩემო კარგო რა, იმიტომ რომ ამსტერდამი ვერ გამოვიცანით, იქ ის ვერ გამოვიცანით, აქ ეს საქართველოს ვერ გავსდით, მაგრამ მგონი რა დავიწყოთ ხო მოგზაურობა რა სიტყვიშე. უნდა დავიწყოთ. 2-1 დამარცხდი ესე გამო. სადაც ვერ გამოვიცანით, მაქედან უნდა დავიწყოთ. ხორვატიით. ხორვატია ჩემი საყვარელი, აუ რა ხოლ ამაზე იყო ხორვატია რა, ხო ძალიან ძერს კი იყო. სამჯერ მაქვს ნათამაშები ეს თამაში მეგობრებო. ერთხელ ბასტოს ვეთამაშე სატესტოდ, მეორეჯერ ვეთამაშე ბასტოს, როცა წინა ვიდეოს ვიღებდი და წაიშალა და ახლა მესამედ ვთამაშობ საერთოდ. გაჩერდი. და გაჩერდი. ბასტო არის პრემიუმ მემბერი ამ რა თამაშის. პრემიუმ მემბერი? კიდე არ მინდა რომ რატომ ქვია? Delightful Ocean 2980 რატომ ქვია? ხარ თუ არა პრემიუმ მემბერი? პრემიუმ მემბერი შენ არ ხარ? რა პრემიუმ მემბერი? ეხლა შემოვედი პირველად. მე ვიყიდე, იმიტომ რომ დამეხოსტა. რომ დამეხოსტა. და 5000 ლაიქზე გადავიღებთ part 2-ს, სადაც მე უკვე comeback-ს დავდები.